მოგესალმებით ყველას მედია კავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას. დღევანდელი ჩემი გამოშვება შეეხება იმ სასიამოვნო თემას, რომელსაც ღვინო და ღვინის ტრადიციები ქვია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ენოლოგი, იგივე ღვინის ტექნოლოგი, ულამაზესი, უმშვენიერესი და ძალიან მაღალი პროფესიონალი მარიამ ხომასურიძე მოგვითხრობს თუ როდის შემოვიდა საქართველოში ცქრიალა ღვინო და საერთოდ სად არის მისი სამშობლო. მარიამ, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი ხარ დღეს და მოდი ახლა დავიწყოთ იქიდან, საიდანაც იწყება ხოლმე. დაბადების ადგილი ცქრიალა ღვინოსი. ცქრიალა ღვინის დაბადების ადგილი, როგორც აღიარებულია, არის საფრანგეთი. მაგრამ აქ ძალიან ბევრი ფაქტორი არის კიდე დამატებითი ლიტერატურული წყაროები არსებობს იმისა, რასაც დღეს განვიხილავთ, რომ შესაძლოა ჩვენც ვიყოთ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ცქრიალა ღვინის წარმოების ტრადიცია. მე დავინტერესდი ცქრიალა ღვინით, როდესაც ასე რომ ვთქვათ, საკმაოდ ჩემი განათლების ნაწილი ამ რეგიონში მივიღე, ტრენინგები, სემინარები, კარგად ვიცნობ შამპანურის წარმოებას და დაახლოებით 20 წელი მინდოდა, რომ ცქრიალა ღვინოზე წიგნი დამეწერა. და ეს 20 წლის ნაშრომია, ეხლა შენ ხელთ რომ გიბყრია არაჩვეულებრივი წიგნი. იმიტომ რომ ზოგადად როგორ გითხრათ, ყველაფერს ძალიან დიდი ხანი ჭირდება, ღვინის არომატების მარტივი ბორბალი, ხო? როდესაც ლექციას ვატარებ, 5 წელი ვუნდებოდი ამ მარტივი ერთი შეხედვით სურათის შექმნას. ანუ სიღრმისეულად ყველაფერს ჭირდება კვლევა, ყველაფერს ჭირდება ანალიზი და ასე შემდეგ. და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, კარგად ვაცნობიერებ, რომ საქართველოს აქ ღრმა ფესვები არა მარტო ქვევრის ღვინის წარმოების. ჩვენ გვაქვს უწყვეტი 8000 წლოვანი ტრადიცია. ამაზე ბევრი ადამიანი საუბრობს, მე ძალიან ბევრი გადაცემა მქონია ამასთან დაკავშირებით და ინფორმაცია მიწოდები ამ მოსახლეობისთვის, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, ჩვენ გვაქვს 8000 წლოვანი უწყვეტი ტრადიცია, არქეოლოგიური, არქეობოტანიკური მონაპოვარი და ასე შემდეგ. ეს უკვე, ასე რომ ვთქვათ, კარგად გავრცელებული თემაა და საქართველომ უკვე მიიღო ამისათვის ღვინის სამშობლო სტატუსი. სადაც არ უნდა მოგზაურობდე ერასმუსის პროგრამით ვიყავით იტალიაში და ლექციებს ვატარებდით და სტუდენტებმა უკვე იცოდნენ, რომ კი, ყველა მიცის, ეს არ არის სიახლე და რატომღაც ჩვენ რაღაცებს ვერ ვაფასებთ ისე და კიდე საკმარისი ოდენობით არ ვახდენთ ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის წარმოჩენას. იმიტომ რომ საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობა მარტო ერთ მიმართულებაზე ქვევრის ღვინოზე არ აქვს. ნახეთ, ზოგადად ჩვენ ღვინის წარმოების ტექნოლოგიური მეთოდების შესახებ ინფორმაცია მდიდარი გვაქვს მე-18 საუკუნის მეორე ნახევარის და მე-19 საუკუნის დასაწყისიდან. უკვე ვიცით რა ტექნოლოგია, როგორი ხერხები და ასე შემდეგ. სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს არქეობოტანიკური, არქეოლოგიური მონაცემები, ლიტერატურული წყაროები, წიბწები, ძალიან ბევრი რამ, რაც იმას ადასტურებს, რომ საქართველოს ღვინის სამშობლოა, მაგრამ რეალურად თუ რა ტექნოლოგიურ ხერხებს იყენებდნენ ჩვენი წინაპრები და ღვინოს როგორ აყენებდნენ, და ტექნოლოგიურ მეთოდებზე, ამ კუთხით ისტორიული წყაროები ნაკლებად მოგვეპოვა. და რომელი წლიდან მოიპოვება ეს წყაროები, მარიამ? უფრო მეტად მდიდარია მე-18 საუკუნის მეორე ნახევარის პერიოდის. მანამდე ისიც რაღაც ფრაგმენტული ნაწერები არის სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროებში, უბრალოდ ტექნოლოგიური მეთოდების შესახებ, ხა ილია ჭავჭავაძეს აქ ძალიან საინტერესო რაღაცების ამოკრება შეიძლება, მაგრამ უკან ზოგადად რა ტრადიცია იყო ღვინის დაყენების, რა მეთოდები იყო საქართველოში, ეს არის ღრმა ისტორიკოსების კვლევის საკითხი. ამას მე ღვინები ვერ გამოვიკვლევთ. ისტორიკოსების ჯგუფი კარგი იქნება, თუ ამ საკითხით დაინტერესდება. ჩვენ ერთ-ერთი პროექტი გქონდა ქართლის ღვინოების კონკურსი და ისტორიკოსების ჯგუფი ძალიან დაგვეხმარა ამ კუთხით და მათაც უთხარი რომ იქნება ამ კუთხით სამეცნიერო კვლევითი მიმართულება წარიმართოს და სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს მწირი ინფორმაცია. ასე გითხრეს? არა,
ჩვენ გვაქვს, ანუ მეღვინეებს გვაქვს იმაზე. შეიძლება ცდები ისტორიკოსებს აქვთ ამაზე წყაროები მოძიებული. დონა ექნებათ უფრო, ხო? არა, მოძიებული რომ იყოს, მაშინ ხო იქნებოდა კიდეც გამოცემული რაიმე ამის შესახებ. კი, მე უბრალოდ ნახეთ, ღვინის წარმოება რო იყო 525 ჯიში რო იყო, ქვევრები რო ქონდა, მევენახეობის მოწყობილობები რო ქონდა, ვენახის მოვლის, აი ესე რომ ვთქვათ, მარტივი ხელსაწყოები რო ქონდა. ეს ყველაფერი არქეოლოგიურად ნაპოვნია. მე ვსაუბრობ უბრალოდ ტექნოლოგიურ მეთოდებზე. მოდით პირდაპირ ვთქვათ, რა ტიპისა და კატეგორიის ღვინოს აყენებდნენ და მოიხმარდნენ ჩემი წინაპრები. ხო არის რაღაც ისეთი, რასაც დავშეთ მეფეებისთვის განსაკუთრებული არის რაღაცა მონაცემები, კი ბატონო, მაგრამ არც თუ ისე ბევრი. მე სხვათაშორის თან ღრმად დავინტერესდი და ძალიან დამეხმარა ბატონი ბონდო კალანდაძის გამოშვებული ლიტერატურული წყაროები. მას ძალიან კარგად აქვს აღწერილი ეს მთელი ეპოქა ქართული ღვინის და როდესაც მე დავიწყე ცქრიალა ღვინის წიგნის წერა, ჩემი მიზანი მაინც იყო ტექნოლოგიური ნაწილი. თუმცა ამ ტექნოლოგიურ ნაწილს უნდოდა რაღაცა ლამაზი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გასაგები ლიტერატურული წყაროები და ძალიან საინტერესო ფაქტებს გადავაწყდი და მინდა ამასთან დაკავშირებით ვისაუბრო. ნახეთ, საქართველოში ღრმად იყო გავრცელებული ნახშირორჟანგის შემცველი ღვინოების წარმოების კულტურა. მე-19 საუკუნის დამდეგს ცნობილმა მოგზაურმა დიებუამ დე მონპერემ იმოგზაურა საქართველოში და ნახეთ, თითქოს დღეს ახლა საჩხერეში მეღვინეობის კულტურა თითქმის ისე არ არის განვითარებული, ხო? ცოტა თავისი მოხმარებისთვის აყენებს საჩხერეში ღვინოს და თურმე ჯრუჭის მონასტერში. ანუ რელიგიური ჯრუჭის მოგზაური იყო და უბრალოდ მონასტრებში ჯრუჭის მონასტერში მას შამპანურის მსგავსი ღვინით გაუმასპინძელ და ეს თავის ჩანაწერებში ამის შესახებ ადასტურებს. ხომ საინტერესოა, ხო? სადღაც მონასტერში. მოდით დავიწყოთ, არ ვიცი, სულ თავიდან ალბათ. ჰომეროსი ყველას გაგვიგია და მითი არგონავტების შესახებ. რა წერია, რას გვეუბნება, რომ იბერიაში ვაზიო, ხეები ვაზით იყო დაბურული და იქ ჩქეფარე ღვინოს სვავდნენ. რა არის ჩქეფარე? ხო? ეხლა მე ამას ვერ კი ბატონო, ეხლა მე 100%-ით ამის მტკიცებულებას ვერანაირად ვერ დავიწყებ, რომ ეს აუცილებლად შუშხუნა და ნახშირორჟანგის. მაგრამ იმდენი გაქვს მარიამ ნამუშევარი, რომ ალბათ სარწმუნო წყარო ხარ ერთ-ერთი. ჩქეფარე ღვინო რას ნიშნავს, ხო? ჩქეფარე ღვინო შეიძლება აი განვავითაროთ ყოველწლიურად სხვადასხვა წყაროები და მე ჩვენთან შეგვიძლია მივიდეთ დასკვნამდე. ასევე ოდისეას ჩანაწერებში, ანუ ოდისეაში ჰომეროსის ოდისეაში არის მოთხრობილი, რომ კოლხეთის ერთ-ერთი ასული ცირცია, როდესაც ჩავიდნენ არგონავტები, ის გაუმასპინძლდა ოქროთი მოწნულ სინზე დალაგებული მდიდარი კერძებითა და ძვირფას დოქებში მდგარი მჩქეფარე ღვინით. ანუ რეალურად ორჯერ მეორდება, ხო? ერთ და იგივე ლიტერატურულ წყაროში, ერთ და იგივე ეპოქაში და ხო, ფასდება მჩქეფარობით, ხო? ჩქეფარე. ახლა თითქოს მე რაღაც გადაწერილი ვერსიებია, ფრაზებია ინტერნეტში, რომ შადრევანები იყო, შადრევანები არა, უბრალოდ ეს იყო მჩქეფარე ღვინო, რომელიც იყო ასე რომ ვთქვათ, ანუ რაზეა საუბარი, რომ თითქოს ღვინის შადრევნები იყო? ხო, შადრევანივით მოდიოდა და ასე შემდეგ. ერთ მნიშვნელოვნად ჰომეროსის წყაროს თუ დავეღრდნობით, ხო? არგონავტებს, ღვინო რომელთაც არგონავტებს გაუმასპინძლდნენ იბერიელები, ხო? ეს იყო ნახშირორჟანგის შემცველი ღვინო. ამ რეგიონიდან ეს კულტურა მოდის და დღემდე გრძელდება, რომ ნახშირორჟანგის შემცველი ღვინოების წარმოება ვითარდება და ამ პერიოდში ხვდებით საქართველოში
ჩქეფარე ღვინის ისტორია აქედან იწყება, მარია? აი, მოდით დაუშვათ, რომ იწყება აქედან, იმიტომ რომ დასაყრდენი ლიტერატურული წყარო გვაქვს ამისი. გადავინაცვლოთ უკვე, ჯერცვალ-ცელტახ რიცხვიდან გამოვიდეთ, ასე რომ ვთქვა და გადავინაცვლოთ უკვე თამარის ეპოქაში და ვარძიაში ნახეთ ნაპოვნია 28 მარანი და 235 ქვევრი. აქედან რამოდენიმე ქვევრი რაც იპოვეს არის ორმაკედლიანი და ქვევრი. შეიძლება მოდი ვთქვათ, რომ არის ვამტკიცებ, რომ ეს ყველაფერი ცქრიალა ღვინის დასაყენებლად გამოიყენებოდა, მაგრამ ჩემაც წინაპარმა ნათლად ჩანს, რომ იცოდა ფიზიკისა და ქიმიის ზოგიერთი საკითხი. აი, როდესაც ცქრიალა ღვინის ტექნოლოგიაზე ვლაპარაკობთ, ხო? ნახშირორჟანგის შენარჩუნების ერთ-ერთი კარგი მეთოდი არის გაციება. სერვინგი ღვინით გამასპინძლება ცქრიალა ღვინო ყველაზე დაბალი ტემპერატურის იხსნება და სტუმარს მიეწოდება, როდესაც სერვინგის ობიექტში ვართ, სადღაც 8 გრადუსი არის ყველაზე კაი ტემპერატურა. რატო? იმიტომ რომ არ დაკარგოს ნახშირორჟანგი. რაც უფრო ნაკლები იყო ტემპერატურა, რა თქმა უნდა, ვარძის ქალაქში შედარებით უფრო მეტი სიგრილე იყო და პლუს კიდე ნახშირორჟანგის შემცველობა რას იწვევს? წნევას, ხო? და მედეგი რო ყოფილიყო, როგორც ჩანს ეს ქვევრები, ორმაკედლიან და სამაკედლიან ქვევრებს აყენებდნენ. ეს ვარძიაში არ არის მარტო აღმოჩენილი 2015 წელს აჭარაში სოფელ კაპნისთავში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა ორმაგ და სამაკედლიანი. რას მეუბნები? ამისი ლიტერატურული წყარო არსებობს, ჟურნალშიც არის გამოქვეყნებული. ორმაგი მახსოვს, ჩემთან გაქვს ნათქვამი. სამაკედლიანი. რისთვის? რატომ უნდა გაიკეთებინათ სამაკედლიანი ქვევრი, ხო? ტემპერატურული დაცემა. აი, რაღაცნაირად მარტივად გასაგები. ხო, ლოგიკას მივყვეთ, ხო? ლოგიკას რომ მივყვეთ, ეს არის ის, რომ თერმოს შევადაროთ. მარტივად. აი, ნახეთ, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ საქართველოს ღვინის ისტორიას, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ცქრიალა ღვინის წარმოების თანამედროვე და ისტორიულ ასპექტებს, ხო? ფიზიკისა და ქიმიის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ორმაგ და სამაკედლიანი ქვევრები წარმოებული იყო და გამოყენებული იყო ნახშირორჟანგის შემცველი ღვინოებისათვის. და სხვა ლიტერატურულ წყაროებსაც რომ მივყვეთ, აი ძალიან საინტერესოა, რომ იყო ესეთი ტრადიცია გავრცელებული იმ რეგიონებში, სადაც რთველი გვიან დგებოდა, ყურძენი გვიან მწიფდებოდა, რთველის პერიოდში და მის შემდეგ ტემპერატურა იყო დაბალი, ნახეთ, ვერ ამთავრებდა ალკოჰოლურ დუღილს თვითონ ტკბილი დურდო და ღვინოში რჩებოდა ნარჩენი შაქარი და ნახშირორჟანგი. გარკვეული ხარ, რამდენი ბარი ნახშირორჟანგი რჩებოდა, რამდენი გრამი შაქარი. ალბათ ეს იცოდნენ და ამას არეგულირებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ტექნიკა, რომ დარჩენილიყო შაქარი და დარჩენილიყო ნახშირორჟანგი, იყო დანერგილი და აპრობირებული. მოდით ძალიან მარტივად გადავხედოთ ვახუშტი ბატონიშვილის ესე რომ ვთქვა ძალიან უნიკალურ ნაშრომს თრიალეთის აღწერა, ეს არის ატენის ხეობის აღწერა, ეს არის მთიულეთის აღწერა, ან ცხოვრება სამეფოში საქართველოსი როა გაღწერილი და აქ ყველა ადგილას ხვდებით სამივე ადგილას ხვდებით ნახერას ტრადიციას ბარში დაწურავდნენ ყურძენს და მთაში აქონდათ დასატუხებლად. ღვინო დგებოდა ტკბილი და საამო და არომატული. აი სურნელოვანი. აი ამ ტერმინებს ხმარობს ვახუშტი ბატონიშვილი. ტკბილი, საამო, სურნელოვანი და სრას ვაწყდებით. აი მე ზოგჯერ ხოლმე მიკვირს და ჩერდები. რამხელა სიბრძნე ქონდა ჩვენ წინაპარს. კი ბატონო, ქვევრზე რომ ვლაპარაკობთ, ქვევრი არის უნიკალური ჭურჭელი, ფენომენალური ჭურჭელი, მაგრამ თანამედროვე ღვინის ტექნოლოგია დღეს მთლიანად ეფუძნება სამაცივრე სისტემას.
ანუ თუ ალკოჰოლური დუღილის რეგულირება ან ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი არ მოახდინე, შენ ვერასდროს ვერ გექნება მაღალი ხარისხის არომატული ღვინო, იმიტომ რომ ის ტერპენები, ნორისოპრენოიდები, თიოლები, ეს იკარგება, თუ ღვინო სწრაფად დადუღდა, დუღილის ტემპერატურა მაღალია, უბრალოდ ცაში მიფრინავს. და ჩემმა წინაპარმა ეს ძალიან კარგად იცოდა, სურნელოვანი ღვინო რომ დაედუღებინათ და დაიყენებინათ, ბარიდან მთაში აქონდათ ატენის ხეობაში სპეციალური მარანიც კი აუგიათ ეს ცივს ეძახიან, სიცივეს ეძახიან, სადაც ვახუშტი წერს, რომ ყველაზე კარგი და ძალიან არომატული და მაღალი ხარისხის ღვინო დგება. დღეს მე მაქვს ყველაფერი. ლიტერატურა, გამოცდილება, პრაქტიკა და ასე შემდეგ. ჩვენ წინაპარს იმ დროისათვის, აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არაფერი არ ქონდათ და რამხელა გამოცდილება ქონდათ, რომ სიცივეს იყენებდნენ ღვინის ხარისხის მართვისთვის. ამას ხვდებოდნენ, რომ სიცივეს თუ გამოიყენებენ, ხა სიცივის გამოყენებას მაშინვე თანდებს. ესე იგი, შრომის შედეგად მივიდნენ გამოცდილება. ნუ კი ბატონო, შეიძლება იყო რაღაცა ლიტერატურაც, წიგნებიც, ძალიან ბევრი რამე შეიძლება ყოფილიყო, ხო? შეიძლება უბრალოდ მონათხრობი. მონათხრობი. ხო, ანუ ეს იყო ხალხში დაგროვებული კვალიფიციური ცოდნა ღვინის წარმოების შესახებ. აი ესეთი დეტალი საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრია, სადაც ჩანს, რომ ჩვენს მოსახლეობას ქონდა სიბრძნე ღვინის წარმოების შესახებ. ჩვენ დღეს რაღაცა ტრადიციებს ვეძახით, ეხლა ეს ბევრისთვის ცოტა მტკივნეული იქნება, მაგრამ ეს უმეტესი ნაწილი ეს არის კომუნისტების პერიოდში რაოდენობაზე ორიენტირებული წარმოებისათვის განვითარებული ტრადიციები. რეალური ტრადიციები ბევრი დაკარგული გვაქვს. არც არავინ იქექება ამაზე. თვითონ და ტრადიცია, მაგრამ თუმცა ტრადიცია არ არის. აი აქ ძალიან უნდა გამიჩნდა რა იყო ტრადიცია და რაც შემოვიდა კომუნისტების დროს, რომ ტრადიცია იყო ის, რაც მოყევი შენ ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომიდან. ძალიან ბევრი რამე იყო, თუნდაც კახეთის რეგიონში ნამდვილი ხა ილია საუბრობს ჩაძირული ისა ქვევში სხვადასხვა დუღილი იცოდნენ, ზოგჯერ ქვევს ახდილი ქონდა, ზოგს ქვევრებს ახურავდნენ. ძალიან ბევრი დეტალია, რაც მართლა ტრადიცია იყო და დღეს რომ ადამიანებმა ცუდად გაიოლონ საქმე და გააფუჭონ ზოგჯერ ღვინის ხარისხი, ამ ყველაფერს ტრადიციას ეძახიან. ტრადიციების აღდგენა სჭირდება ლიტერატურულ წყაროებში. ასე რომ ვთქვათ, ღრმად ჩახედვა. ცოდნა ჭირდება, მოდი პირდაპირ ვთქვათ. კი, ლიტერატურა. შრომა და ცოდნა, კითხვა ჭირდება პირველ რიგში. და საიდან დაიწყო ასე რომ ვთქვათ, პრობლემები ქართულ მეღვინეობაში და საიდან დაიწყო იმის საჭიროება, რომ რაღაც უფრო დახვეწილი საწარმოო ფორმა მისცემოდა ცქრიალა ღვინის განვითარებას საქართველოში. ვიდრე მაგ საკითხზე გადახვალ ერთი რაღაც მინდა გითხო, მარიამ, აღარ შეგაწყვეტინე. წეღან ისე საინტერესოდ საუბრობ, რახან საკითხი, სხვა საკითხზე გადავდივართ, იმიტომ გერთვები გრაკლიანის გორა ეხა იცი სამთავროს მიმდებარე ტერიტორიაზე 75 წლიდან მან იცი ესე რომ მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები და მხოლოდ 4 წლის წინ დაიდო უკვე უტყუარი დასკვნა იმის თაობაზე რომ აქედან ანუ გორის მიმდებარე ტერიტორიიდან გაედინებოდა 2 მილიონი წლის განმავლობაში კულტურისა და განათლების უწყვეტი ჯაჭვი. აი, საიდან წამოვიდა ახლა ეს რომ საკურთხევლის შესასვლელთან ნანგრევებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხაზე ამოტვიფრული წარწერა. და ნუ აქედან მოყოლებული, ანუ მივიდნენ ამ დასკვნამდე ქართველები დიდი ხანია უკვე ამაზე საუბრობდნენ, სხვათა შორის ევროპის რომ თუ არ ვცდები საფრანგეთი იყო კიდე ამაში ჩართული და ისინიც საუბრობდნენ, მაგრამ მსოფლიოს გარკვეული ნაწილი უარყოფდა ამას და ეხლა უკვე ხო გეუბნები 4 წლის წინ უკვე დაიდო ყველა ერთად შეთანხმდა და ეს მართლაც ასეა. მე მაინტერესებს აი იქ თუ არსებობს რაიმე თუნდაც ერთი წყარო, ერთი პატარა ლიტერატურული რაღაცა ნაშრომი, რომ ღვინოს შეეხებოდეს. თუ შენ არ იცი, ესე იგი არ არსებობს. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ. ესე იგი არ არსებობს. ნამდვილად მე ძალიან მინდა ხოლმე რომ
ჩვენი ქვეყნის ისტორია არ დაიკარგოს და ნახეთ რა არის ეს ისტორია არის საგანძური და სწორედ უნდა გამოვიყენო. აი ეს მაინტერესებდა, თიხა რო ახსენე იქ უბრალოდ ქვევრი რო იყო ნახსენები, ეგ მაინტერესებდა. კაი, მოდი ხა დაუბრუნდეთ იმ თემას. რაზეც გადახოდი და შეგაწყვეტინებოდი. საქართველოში პიონერი ასე რომ ვთქვათ, ცქრიალა ღვინის წარმოება ვინც დაიწყო და პირველი საფუძველი ჩაუყარა, ეს იყო 30-იან წლებში თავადი ერისთავი, რომელმაც ატენის ხეობაში გააშენა ვენახები და ატენის ხეობიდან მოწეული ყურძნისგან საკმაოდ დიდი რაოდენობის ასე რომ ვთქვათ, ცქრიალა ღვინოს ამზადებდა, მაგრამ საინტერესო რა არის იცით? რატომ გაჩნდა ინტერესი თუნდაც რომ თავადი ერისთავი ამ საქმიანობით დაკავებულიყო. იმდროინდელი ქართული ბურჟუაზია, თავადაზნაურობა, ვაჭრები, რუსეთის სამეფო კარის წარმომადგენლები თავის საკადრის სასმელად მხოლოდ შამპანურსა და კონიაკს მიიჩნევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს საქართველოს ყველა კუთხიდან თბილისში თავს იყრიდა ყველა კუთხეში წარმოებული ღვინო, თავადაზნაურობა მაინც ან მაღალი საზოგადოების ფენა იმდროინდელი პრიორიტეტს ანიჭებდა შამპანურისა და კონიაკის მოხმარებას. და კიდე საინტერესო რა არის იცით? მარსელიდან ფოთამდე შამპანურის და კონიაკის ტრანსპორტირება უფრო იაფით ჩდებოდა, ვიდრე ფოთიდან თბილისამდე, რადგან მაგ დროს არ იყო რკინიგზა. და ეს არ იყო ხელმისაწვდომი სასმელი შამპანური და კონიაკი ყველასთვის და თავადაზნაურობამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი ფინანსების ინვესტირება გაეკეთებინა და გაჩენილიყო ქართულ ბაზარზე ადგილობრივი ცქრიალა ღვინოები. და მაშინ ამ ღვინოებს შამპანურს ეძახდნენ. ანუ აკრძალული არ ქონდა, ხა დღეს არ შეგვიძლია საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, რომ ეს სახელწოდება გამოვიყენოთ, მაგრამ მაშინ ეს იყო დაშვებული. ამის შემდეგ ჩნდება ძალიან საინტერესო ფაქტები, რომ თვითონ ფრანგები ჩამოდიან და საქართველოში იწყებენ ცქრიალა ღვინის წარმოებას, ხო? მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ჩამოვიდა შოტე და რუისპირში დაიწყო ცქრიალა ღვინის წარმოება, ის იყენებდა ჯაჯანურას, რქაწითელს და მწვანეს. თავისი წარმოება ჰქონდა. რატომ აინდა მაინც რუისპირში? ლენცია წარმოებდა რუისპირში. არ ვიცი. ჰქონდათ რაღაც ინფორმაცია თუ შემთხვევით ანუ რქაწითელი, მწვანე და ჯანანურა. ეს იყო სამი ყურძნის ჯიში, რომლისაგან ფრანგი ლენცი რუისპირში აყენებდა ცქრიალა ღვინოებს. ამის შემდეგ 1876 წელს დაახლოებით ჩნდება კიდევ ერთი ფრანგის წარმოებული ქართული ცქრიალა ღვინო, ეს არის შოტეს მიერ დამზადებული. ეს საწარმო იყო ქუთაისში და დაახლოებით 2000 ბოთლს აწარმოებდა. მაგრამ ეს იყო რაღაცა მცირე მარნები, დღევანდელი მცირე საოჯახო მარნები, რომლებიც დაკავებული იყვნენ ამ საქმიანობით. შემდეგ 90-იან წლებში პრინცმა ოლდენბურგმა შეიძინა ეს მარანი და ჩამოიყვანა ფრანგი სპეციალისტი ტიებო. ტიებოს შესახებ და ნუ რა თქმა უნდა ცქრიალა ღვინის წარმოება განავითარა. ბაღდათიდან მოწეული ყურძნიდან აყენებდნენ ისინი ცქრიალა ღვინოს და ზოგადად ტიებო მე მგონი არ გვყავს ისე დაფასებული ფრანგი, როგორც უნდა გვყავდეს. ნახეთ, პირველი ფრანგია, რომელიც საქართველოში ქართულ ვაზის ჯიშებზე და ქართულ ყურძენზე, ყურძნის შედგენილობაზე, ღვინოზე ატარებდა სამეცნიერო კვლევებს. მე უფრო წინა მონაცემების ფრანგი მკვლევარი ან უცხოელი მკვლევარი ქართული ვაზის ჯიშებზე და ღვინის წარმოებაზე არ ვიცი, შესაძლებელია იყოს, ხო? ტიებოს თავისი მამულიც ჰქონდა, რიონის პირიდან დაახლოებით 12 კილომეტრის მანძილზე. ეს იყო კლოჟგურული, სადაც გააშენა
ქართული ყურძნის ჯიშები და ქონდა ამპელოგრაფიული ნაკვეთი. და იკვლევდა რომელი ვაზის ჯიშიდან მოწეული ყურძენი იქნებოდა უფრო უკეთესი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. თუ აი ძველი გაზეთები არის ინტერნეტში მოიპოვება, ატვირთულია, ძალიან ხშირად ხვდებით აი იმ დროინდელი პრესაში, რომ ტიებო აკეთებს განცხადებას ყურძნის შესყიდვაზე. ტიებო აკეთებს, ასე რომ ვთქვათ, განცხადებას ნერგების გადაცემაზე, კონსულტაციაზე, დახმარებაზე, იმიტომ რომ იმ დროს ვაზის დაავადებები ფართოდ ვრცელდებოდა. ეს კაცი კონსულტაციასაც ეწეოდა იმერეთში, მაგრამ სამწუხარო რა არის იცით? ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა ტიებოს მოღვაწეობა, როგორც კი აი დეტალურად გავიარე და ძალიან დავინტერესდი, იმიტომ რომ რამდენი გაეკეთებინოს ფრანკს საქართველოსთვის იშვიათია. და ყველაზე საინტერესო რა არის იცი? რა პრობლემებსაც აღწერს ტიებო იმერეთის რეგიონში, ხო? ჩერჩერობით იმას ვერ გავცდით. დღესაც კი. იგივე პრობლემები გვაქვს. აი ამაზე რაღაცნაირად კი საინტერესო მასალა იყო ლიტერატურული წყარო, რომ როგორც ამბობენ, არაჩვეულებრივ ცქრიალა ღვინოს ამზადებდა, რადგან 1900 წელს პარიზში კონკურსზე მან ოქროს მედალი მიიღო, მან დაამზადა ალადასტურისგან ცქრიალა ღვინო და მას გადასცეს ოქროს მედალი. მაგრამ იმ პრობლემებს, რასაც იმერეთის მევენახეობა მეღვინეობაში ტიებო განიხილავს, ეს 1900 წლის. ეს პრობლემა რას ეხებოდა, მარიამ? მევენახეობას, ღვინის წარმოებას, რაღაცის არ ქონას, აი მაგალითად დანადგარების არ ქონას, გვერდით არ დაუდგნენ ქართველები, თუ აი რას ეხებოდა და არსებობს თუ არა, ეხლა შენ გექნება გააზრებული, ან მაშინ, ან დღეს ამ პრობლემის აღმოფხვრა რითი შეიძლება მომხდარიყო მაშინ და რითი შეიძლება მოხდეს პირველ რიგში ხა თვითონ ტიებოს მასალებსაც რო ვკითხულობდი და სხვა მასალებსაც ზოგადად აი ეპოქის ისტორიულ წყაროებს და თუნდაც აი გაზეთების ამონარიდები ვიკითხე, იმიტომ რომ დამაინტერესა. მაინც პრობლემა არის და ჩვენი პრობლემაა ეს ქართული ხალხური ტრადიცია. ეს არის ახალი ცოდნის მიმღებლობის პრობლემა. ჩვენ გვაქვს მევენახეობა, მეღვინეობაში გვაქვს ეს პრობლემა, გვიჭირს ახალი ცოდნის მიმღებლობა. რომ ვერ გამოვედით ჯერ კიდე იმ ეპოქიდან, რომ ბაბუა ჩემი ესე აკეთებდა, გასაგებია რომ ბაბუა ჩემი ესე აკეთებდა. ეხლა მე სამეცნიერო კვლევით სივრცესთანაც ხშირად მაქვს შეხება და გასაგებია, ხა ჩვენ კიდევ საუბრობთ იმაზე, რომ როგორ შევაკეთოთ ურემი, როცა ხალხი კოსმოსში დაფრინდეს. ეს სპეციალისტებშიც არის ეს? კი. მხოლოდ ჩვეულებრივ ჩემნაირ მოქალაქეებს. არის. როგორ შევაკეთოთ ურემი, როდესაც კოსმოსში დაფრინავს. აი, დაახლოებით ეს ტიებო ცდილობდა, რომ ვენახის მოვლის თანამედროვე მეთოდები გაეცნო. ზოგი მიყვებოდა, იყო აი არის წყაროები და აი ძველ გაზეთებში აი ძალიან კარგად წერია. და განთავსებულია კიდეც ონლაინ წყაროებში შეგიძლია აი ტიებო რო ჩაწერა უამრავ მასალას ამოგიგდებს და ამას გარდა ამ პერიოდში უკვე ტიებოს შემდეგ 1906 წელს გამოჩნდა ყველასთვის ცნობილი პიროვნება ანანოვი. ანანოვი იყო ადამიანი, რომელიც ძალიან ესე კომერციულად მიუდგა ცქრიალა ღვინის წარმოებას და დაიწყო მოსახლეობაში შარდონესა და შავი პინოს ნერგების გავრცელება. ანუ ეს რას ნიშნავს? მისი წარმოება, რომელიც ვარციხის მარანი, მთლიანად ორიენტირებული იყო ცქრიალა ღვინის წარმოებაზე და უნდოდა დაეჭირა ეგრეთ წოდებული ფრანგული სტილი. და ხელი შეუწყო ადგილობრივ მოსახლეობას მისცა ნერგები და არა მარტო ასე რომ ვთქვათ ადგილობრივ მოსახლეობისგან პინოს, შარდონეს და იმას ყიდულობდა, ხო? ვარციხის მიმდებარე სოფლები, თერჯოლის მიმდებარე სოფლები, ბაღდათის მიმდებარე სოფლები, გაგიკვირდავთ, მაგრამ ცხინვალის მიმდებარე სოფლებზედაც არის, იმიტომ რომ იქაც არაჩვეულებრივი ყურძენი მოდიოდა იმისთვის, რომ კარგი ცქრიალა ღვინო დამზადებულიყო. და არსებობს აი
მტკიცებულება იმის შესახებაც, რომ 1907 წელს საუფლისწულო უწყება აბრაო დურსოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ხო მექა. საბჭოთა პერიოდამდეც და მერეც სქრიალა ღვინის წარმოების აბრაო დურსოში აგზავნიდა საქართველოდან ღვინო მასალებს. ზუსტად ამ რეგიონიდან. ცხინვალი, იმერეთი, გურია, რომელი წლებია ეს? 1907 წელი. 1907 წელი. ანუ ჩვენ ვაგზავნიდით საშამპანიურე, მაშინ ეს ტერმინი გამოიყენებოდა, საშამპანიურე ღვინო მასალებს აბრაო დურსოში. და უცხოელები ქართველების გარეშე მუშაობდნენ? კი. არავინ არ დაუდგა გვერდით. უცხოელები საქართველოს მოსახლეობისგან ყიდულობდნენ ყურძნებს და ჰქონდათ თავისი მარნები. ფრანგებს ჰქონდათ, ძირითადად ფრანგები არიან. ფრანგებს ჰქონდათ თავისი მარნები და საქართველოში აწარმოებდნენ ცქრიალა ღვინოებს. და ერთად იყვნენ თუ ცალ-ცალკე? არა, გაბნეული ზოგი კახეთში იყო, ეხლა ერისთავი ქართველი იყო, ეხლა მე-19 საუკუნის ბოლო წლებში ივანე მუხრანბატონმა ააშენა, ასე რომ ვთქვათ, საშამპანიურე მთელი სივრცე თავის მამულში გააშენა ვენახები 1899 წელს შემდგომ პარიზის გამოფენაზე ჯილდოები აიღო მოსკოვში ჯილდოები აიღო მისმა ცქრიალა ღვინოებმა საფრანგეთის ხელისუფლებამ მას სოფლის მეურნეობაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოც გადასცა ხო ქართველებიც იყვნენ და უცხოელებიც იყვნენ იყო შემთხვევები როდესაც უცხოელებს სპეციალურად ჩახა მაგალითად მუხრანბატონს ყავდა რამოდენიმე მეღვინე ჩამოყვანილი საფრანგეთში შენ როდის დაიწყე ცქრიალა ღვინის შესახებ ფიქრი ჯერ ფიქრი მაინტერესებს 2003-4 წელი. მოდი ხა 3 წუთით შევისვენოთ და დავბრუნდეთ დამეთანხმებით რომ მარიამა თანმიმდევრულობის კლასიკური დაცვით გადმოგცა ჩვენ ცქრიალა ღვინის ისტორია და მეორე ნაწილში გავაგრძელებთ მხოლოდ უკვე გავაგრძელებთ პირადად მარიამის ნაშრომების შესახებ საუბარს და იმ წიგნის თაობაზე საუბარს რომლის პრეზენტაციაც სულ ახლახანს გაიმართა ხო არ მეშლი კი ბატონო 3 წუთით გამშვიდობებით დარწმუნებული ვარ რომ არ გადართავთ ნახე საქართველო ობიექტივთან ერთად. ქციის მონასტერი, მე-19 საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ქვემო ქართლში, დმანისის რაიონში, ტყით შემოსაზღვრულ ფერდობზეა. აქ ერთვის ქცია სხევი ძუელ გომარეთისა. გამოსდის კვირიკეთის მთას. მის ქვემორ არს დაბა ქცია, მდინარე ქციის პირს. აქ არის მონასტერი კეთილი 15 სამარად. ასე აღწერს იქაურობას საქართველოს გეოგრაფიული შესწავლის ფუძემდებელი, მე-18 საუკუნეში მოღვაწე ვახუშტი ბატონიშვილი. ქციის მონასტრის ცენტრალური ნაგებობა მარიამ ღვთისმშობლის შობის სახელობის სამნავიანი ეკლესია რიყის ქვითა და სქელი დუღაბითაა აშენებული. სამხრეთი კარის თავზე სავარაუდოდ მე-17-18 საუკუნეებში შესრულებული მხედრული თაწერია. ესე სოფელი ქცია მტერმა ვერ დააქცია. ეკლესია ოდესღაც მოხატული ყოფილა. არქეოლოგიური მოგზაურობისას აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილს კედელზე მხატვრობის კვალი დახვდა. 2008-9 წლებში მცირე მასშტაბის წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა და ასე გახდა ცნობილი, რომ მონასტერი მისი არსებობის თითქმის ყველა პერიოდში შეძლებული ყოფილა. ეკლესიის მახლობლად მე-11-12 საუკუნეების კერამიკული სახელოსნო და მაღალმხატვრულად შემკული მოჭიქული ნაწარმი აღმოჩნდა. მონასტერმა განვითარების მწვერვალს მე-11-13 საუკუნეებში მიაღწია.
არქეოლოგიური კვლევის მიხედვით მე-14-მე-15 საუკუნეთა მიჯნაზე ქციაში სამონასტრო ცხოვრება შეწყდა, რაც სავარაუდოდ თემურ-ლენგის გამანადგურებელ შემოსევებს უკავშირდება. დაახლოებით 2 საუკუნის შემდეგ მონასტრიდან 9 კილომეტრში სოფელი გაშენდა. ეკლესიაში ღვთისმსახურება დაიწყო. მის გარშემო მოსახლეობამ სასაფლაო მოაწყო. დაახლოებით მე-18 საუკუნის ბოლოს სოფლის კვალი გაქრა. ხეებითა და მიწით ნახევრად დაფარული ეკლესია და ძირითადი ნაგებობები 21 საუკუნეში გაიწმინდა. მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ქართული ტრადიციული მეთოდით კვერცხის ცილითა და კირით აღადგინეს. დღეს ქციაში მამათა მონასტერი ფუნქციონირებს. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და მარიამ ხომასურიძე ისაუბრებს თავისი მეტად საინტერესო წიგნის თაობაზე. ეს არის ეს წიგნი, ნახეთ, მოდი ასე ვთქვათ, სუბიექტური მიზეზის გამო დავწერე ეს წიგნი. ძალიან მიყვარს ცქრიალა ღვინო. და რა ვიცი, ცოტა მინდოდა რომ ქართული ცქრიალა ღვინოებით ცოტა უფრო მეტად უკეთესი ყოფილიყო და მცირე მარნებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, როგორ დაეწყოთ ცქრიალა ღვინის წარმოება და დღეს ძალიან მოდაშია პეტნატის თემა. ეს არის პეტინატ ნატურალი, რომელიც ძალიან ბევრია საქართველოში, ახალგაზრდობაში, ახალგაზრდობა ამას მოწონებით სარგებლობს, ასე რომ ვთქვათ, ახალგაზრდებში. და ზუსტად ეს პროდუქტი, ეს პეტინატ ნატურალი, რეალურად ეს არის ფრანგული პროდუქტი. ამ პროდუქტის წარმოების ინტერესი ბევრ მარანს აქვს. და ნუ რაღაცები რო გავსინჯეთ, თუნდაც ეს ტოპასი საუკეთესო ღვინის პროექტი რო ქონდა, მინდოდა რომ უკეთესი ყოფილიყო. და გინდოდა რომ უფრო მეტ ხალხს ეფიქრა ამ თემაზე. უფრო მეტ ხალხს ეფიქრა ერთი და ხარისხი გაგვეუმჯობესებინა, იმიტომ რომ თუ რაღაცას აკეთებ და თუ ამას ქვია ქართული პროდუქტი, ის უნდა იყოს მაღალი ხარისხის პროდუქტი. გეთანხმები. მე ეს ვთვლი ყოველ შემთხვევაში. და ყველაფერი დეტალურად. კი ბატონო, ჩვენ რაზედაც ვისაუბრეთ, ეხა შამპანური იგივე სამონასტრო ცხოვრებიდან თანამედროვეობამდე შამპანურის კლასიფიკაცია მომხმარებლისთვის. ეხა თქვენს რო წაიკითხოთ ეს ნაწილი პირველი სამი თავი საჩუქრად დაგიტოვებთ, ძალიან დაგაინტერესებთ. დაგეხმარებათ რაში საზღვარგარეთ მოგზაურობთ, რა არის კავა, რა არის ასტი, რამდენი შაქარს შეიცავს ხო ბრუტი. ესე კლასიფიკაციის თემები როგორ ავარჩიოთ შავისა ცქრიალა ღვინო, იმიტომ რომ ბევრი ძალიან იბნევა ეს დასახელება რა არის, როდესაც საზღვარგარეთ არის თითქოს ყველაფერი არის შამპანურის ბოთლში, მაგრამ ყველაფერი შამპანური არ არის, ხო? იტალიურ ცქრიალებს შორისაც არის მთელი რიგი განსხვავებით. ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევია მომხმარებლისთვის. რომ გავიგოთ კლასიფიკაცია, გავიგოთ რას ვყიდულობთ, ღირს თუ არა ნამდვილად ეს ფასი, იმიტომ რომ ზოგიერთის ფასი მაღალია და მერე უკვე იწყება ტექნოლოგიური ნაწილი. ტექნოლოგიური ნაწილი არის დეტალურად აღწერილი უშუალოდ უკვე პროფესიული საზოგადოებისთვის. ესე იგი, ცქრიალა ღვინო ყველა შამპანიური არ არის? თუ პირიქით შამპანიური ცქრიალა ღვინოა? ხო, ეგ უნდა მეთქვა, ხო. შამპანიური არის, არა. შამპანიური არის პროდუქტი, რომელიც უშუალოდ მზადდება შამპანის რეგიონში და წარმოებულია ტრადიციული მეთოდით. შამპანიურის წარმოებას ანუ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე წარმოშობის პროდუქცია, AOC პროდუქტია. ეს საკმაოდ მკაცრი რეგულირების სისტემა ეხება შამპანურის. თუმცა ეხა ცოტა იაფიანი ალტერნატივა გავამხელთ ეს საიდუმლოს ცქრიალა ღვინო შამპანური ცოტა უფრო ძვირი ღირს ვიდრე კრემანტი. კრემანტი იგივე მეთოდით მზადდება, როგორც შამპანური და ზოგჯერ არ ჩამოუვარდება ხოლმე. ანუ შედარებით უფრო ბიუჯეტური ვერსია თუ საფრანგეთში მოგზაურობთ. კრემანტი. და აი ეს მაინტერესებს ძვირი და იაფი რაზეა დამოკიდებული? ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული თუ შემავალ ტექნოლოგიაზე? არა, ნუ ეს ახლა ბრენდ, ზოგადად ბრენდს ყიდულობს ზოგჯერ, ხო?
ძალიან ბევრი კარგი კრემანტი, ხა მე დიდი ხანი მომიწია რაღაც გარკვეული პერიოდი მე მგონი ყველა კრემანტი გავსინჯე, რაც კი ჩემს ახლოს იყიდებოდა, ზოგჯერ არ ჩამოვარდება ნამდვილად ხარისხით, მაგრამ შამპანიური ცოტა სხვა რამეა, კრემანტი სხვა რამეა, მაგრამ ფასშიდაც სამჯერ ძვირია ხოლმე მინიმალური დასაწყისი ფასი და ამიტომ თუ გვინდა რომ მაღალი ხარისხის ფრანგული სქრიალაღვინით ვისარგებლოთ, ესა ვისიამოვნოთ, შეგვიძლია ცოტა ბიუჯეტური ვერსიით კრემანტი ვიყიდოთ ხოლმე. და ესეც მე მგონი ცუდი არ იქნება. ჩვენთან ძალიან მოდაშია პეტნატი. ალბათ თქვენც აქ გემოვნებიათ თუ არა. თუ რამდენად მოგეწონათ? ისე მე რო გითხრა რომ გამოვდგები ვერ ვიტყვი. ისე მე მომწონს ყველაფერი რაც სიამოვნებს და ეხა ნამდვილად სასიამოვნოა. კი ბატონო, რა არის ეს პეტნატი, ხო? ეს არის პენტილიანტ ნატურელი, ანუ წინაპართა მეთოდით დამზადებული ცქრიალაღვინო, რომელსაც დაახლოებით პირველი მონაცემი რომ ამის წარმოება დაიწყო დაწყებულია 1513 წლიდან ლიმუქსის რეგიონში. და ძალიან საინტერესო დამზადებდნენ. ანუ ნახშიროჟანგის შემცველი ჯერ კიდევ დაუდუღარი ღვინო იყო, რომელიც გადაქონდათ სპეციალურ ჭურჭელში, ისე რომ დარჩენილი იყო შიგნით ნახშიროჟანგი. ასე რომ ეს არის პირველი ცქრიალაღვინო აღიარებული. ჩვენ არ გვაქვს ხა იმის არც კვლევა, არც ის რომ ჩვენ რაღაცა პრეტენზიები გქონდეს, რომ ჩვენ უფრო ადრე ვამზადებთ ცქრიალაღვინოს. ამ წუთში ისტორიული წყაროები და მტკიცებულებები ესე დადასტურებული არ მოგვეპოვება და ამიტომ ფრანგებს აქვთ ესე დეკლარირებული 1531 წლით თარიღდება პირველი ჩანაწერები, რომ პირველი ცქრიალაღვინო მზადდებოდა საფრანგეთში. თუ ჩვენ უბრალოდ შამპანურზე ვსაუბრობთ, ეს არის ოვილეს სააბატოში მოღვაწე ბერთან, რომელიც 1635-1715 წლებში მოღვაწეობდა ძალიან ცნობილი პიროვნება დონ პერინიონი, ხო? თუმცა მას შამპანური არ გამოუგონებია. არა, მას შამპანური არ გამოუგონებია, მაგრამ ეს იყო ადამიანი, რომელმაც უამრავი კვლევა ჩაატარა შამპანიურის რეგიონის ღვინოების განვითარებაზე. ჩვენ რამოდენიმე ესეთი ცნობილი ფიგურა ყავს შამპანიურის განვითარების ისტორიაში და ამასაც მივყვეთ. და საინტერესოა, რომ ბევრი ალკოჰოლური სასმელი საფრანგეთში და იტალიაში, ანუ წარმოშობა, ტექნოლოგიის განვითარება დაკავშირებულია სამონასტრო ცხოვრებასთან. ალბათ მე ვარაუდობ, რომ საქართველოშიც ქონდა ეს ტრადიცია, რომ სამონასტრო ცხოვრებასთან იქნებოდა აუცილებლად დაკავშირებული წითელი ღვინის წარმოება, შესაძლოა ჩვენმა ბერებმა ძალიან ბევრი და დიდი გააკეთეს და დიდი წვლილი შეიტანეს ტექნოლოგიური პროცესების განვითარებაში, იმიტომ რომ იქ ლიქიორის წარმოქმნა, იგივე თუნდაც მაღალალკოჰოლური სასმელების წარმოება ევროპაში მაინც შეიძლება თავმად ითქვას, რომ სამონასტრო ცხოვრებიდან იღებს სათავეს. რამდენიმე წლის წინ ხო გაიხსნა იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტრის ეზოში ის 5 ქვევრი, რომელსაც მან ხო ქართველებმა ვინ. კი, ძალიან ბევრი აი მაგალითი ბევრი გვაქვს ჩვენი ისტორია. აი მეღვინეობის კუთხით ძალიან ბევრი რაღაცა, აი მე მაგალითად დაინტერესებული ვარ და მინდა რომ მეტი ვიცოდე ამ კუთხით, იმიტომ რომ ჩვენთან წითელი ღვინო ეს არის ქრისტიანული რიტუალის ცხოვრების ნაწილი, ხო? ალბათ ჩვენც გვყავდა ბერები, რომლებიც მევენახეობითაც იყვნენ დაკავებული, იგივე ღვინის წარმოების ტექნოლოგიური მეთოდების განვითარებითაც იყვნენ დაკავებული, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ აქვს. დათვლი რომ ისტორიკოსები უნდა დაუდგნენ გვერდით ღვინის ტექნოლოგიებს, ხო? იცით რა არის? აუცილებელია. ჩვენ არ ვიყენებთ სრულყოფილი სიმდიდრეს. ნახეთ, ეს ყველაფერი კარგად გამოიყენეთ. შეიძლება ცუდად გამომდის, მაგრამ ფინანსურ კეთილდღეობასთან არის პირდაპირ დაკავშირებული.
ისტორია ტურიზმთან. კი ბატონო, ისტორია, ტურიზმი, ისტორია, მარკეტინგი, ისტორია, ბრენდინგი, ეს ყველაფერი არის ჯაჭვი. მოგეთ ახლა თქვენც კარგად იცით, ხო, შუშის შენობების სანახავად საქართველოში არავინ არ ჩამოდის, ხო? ჩვენ თუ რაღაცნაირად უფრო მეტი გვეცოდინება ჩვენი ისტორიის შესახებ, მეტად შევძლებთ ისტორიული ფაქტების წარმოჩენას, ეს ყველაფერი. და ქონიათ ცდელობა დაკავშირებოდით ისტორიკოსებს? კი, მე ვისაც დავუკავშირდი, უარი არ თქვია ნამდვილად. და რამ შეგიშალათ ხელი? მე ამისთვის არ მცალია. მე მეხვინე ვარ. ანუ თქვენ თვითონ რომ ისტორიკოსებმა უნდა გამონახონ დრო, ხო? მე ამისთვის არ მცალია. მე მივხვდი რასაც ლექტორი ვარ და პრაქტიკოსი მეღვინე. პრაქტიკოსი მეღვინე ვარ, კონსულტაციებს ვეწევი, მე ხა ისტორიულ კვლევას და ისტორიული მასალების მოძიებას. მაშინ მოაკლებთ ძირითად საქმეს. იცით რა არის, ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. მუშამისწრი მუშაკობდეს. ყველამ უნდა აკეთოს თავის საქმე. უბრალოდ მე დღევანდელი გადაცემით მინდა რომ ანუ გაავრცელო მესიჯი, რომ ისტორიკოსები დაინტერესდნენ მეტად გავსათაც გააკეთეთ რა, რომ დაინტერესდნენ დაგირეკონ და უშუალოდ დააკვალიანებთ რა გაინტერესებს და იქიდან თუიცეს აქ ძალიან კარგი წიგნი სხვათა შორის გამოცემული მეტი წამოწევა იმ ჩვენი ტრადიციების, იმ ჩვენი სიმდიდრის, რასაც ქვეყნის ისტორია ქვია. ხო? ამ შემთხვევაში მეღვინეობაზე გვაქვს. მეღვინეობაზე მაქვს კი ლაპარაკი. მეღვინეობაზე მაქვს ლაპარაკი. აი ხა, თუნდაც ის ფაქტი, რასაც მე დღეს ვისაუბრე, რომ მე-19 საუკუნის, ასე რომ ვთქვა, თერგდალეულებს შორის და მანამდეც და მერეც არ იყო მოდაში და გაევროპელების სცენით იყვნენ შეპყრობილი და ძირითადად შამპანიურ საკონიაკს სვავდნენ, ხო? ესეც გარკვეულწილად ისტორიული ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება რაღაცა მესიჯად, რაღაც მარკეტინგულად ან რაღაცა კომპანიამ სწორედ გამოიყენოს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი ვიცოდეთ ჩვენ შესახებ. სარეკლამოდ შეიძლება მაგის გამოყენება თავისუფლად. ტიებოს, თუნდაც ლენცის, აი ეს ამ პიროვნებებზე ინფორმაციის მოძიება, ხო? ფრანგი რო ჩამოდის, იმისთვის საინტერესო იქნება, რომ ისი თანამამამულე, თუნდაც აი გიდები რო არიან, ხო? არა მხოლოდ ისტორიკოსები, რატოღაც მგონია რომ გეოგრაფებიც უნდა ჩაერთვნენ, იმიტომ რომ ის გეოგრაფიული და არქეოლოგები. არქეოლოგები მე მგონი დღეს ყველაზე მეც აკეთებენ. აკეთებენ კი. არქეოლოგები დღეს ყველაზე მეც აკეთებენ. ეს არ არის ჩემი საქმიანობის სფერო და ჩემი კვლევის საკითხი. ეს შეიძლება ვიკვლევო ღვინის შედგენილობა. ხო, მაგრამ გვერდით ხო იდგებით? კი, აუცილებლად ვიდგები და მე შემიძლია დავეხმაროთ დავშოთ რაღაცა ანალიზების გაკეთებაში და თუნდაც თაფლზე ხო არის ახლა მართლა რა როდინდელი თაფლი რო გახსნეს და რა ხო ახლა ნუ სხვა თემაზე არ მინდა გადავიდე თუნდაც იმისთვის იდგებით გვერდით რომ სწორი შეფასება მიცეთ ეს ცქრიალაღვინოს შესახებ საუბრობს ესა თუ ის ისტორიკოსი თუ დაუშვათ დამჯდარი თუ რაც ქვია მეორენაირად ჩვეულებრივი ღვინის შესახებ. კი, აი ნახეთ როგორი რაღაცაა. მე ძალიან მიყვარს შამპანიურის თემა. შამპანიური ძალიან მიყვარს თვითონ. რატო? შამპანიურის ზოგადად შამპანის რეგიონი და სასმელი არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეძლეს წარსულზე დაფუძნებით თანამედროვე პროდუქტის შექმნა. ჩვენ გვაქვს ესეთი არჩეულური მაგალითი ქართული ცეკვა, ხო? კი. წარსულზე დაფუძნებით კიდევ მეორე თანამედროვე პროდუქტის შექმნა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ იგივე ეს გავაკეთებთ. ძირძველ საწყისებზე. ხო, მაგრამ თანამედროვე პროდუქტის შექმნა. ხო, მაგას ვიცი. ანუ რომელიც ისევე გაუძლებს საუკუნეებს და დროს, როგორც იგივე ქვევრის ღვინო, იგივე არის იქაც ქვევრის ღვინო. 18 წამი დამრჩა. ქვევრის ღვინოებში და ძალიან ბევრი რაღაცა არის, ასე რომ ვთქვა, შესასწავლის საკვლევი და ასე შემდეგ. და გზავნილი მარიამ ხომასურძის გზავნილი საზოგადოება. დავაფასოთ ჩვენი ისტორია, გავიგოთ მეტი ჩვენი წარსულის შესახებ და ეს არა მარტო დაიხმარება ისტორიკოსებს საკუთარი კარიერის განვითარებაში, არამედ დაეხმარება ეკონომიკურ სექტორს. არაჩვეულებრივი წინადადებაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი ისტორიკოსი დარეკავს მარიამთანაც და ობიექტივშიც და მოინდომებს ამ საინტერესო კვლევაში ჩართვას.
თქვენ ფაქტიურად პირველი მერცხლები იქნებიან, ხო? კი ბატონო. არა, ძალიან არა, პირველი არა, მაგრამ უნიშნელოვანეს ფურცელს დაწერთ საქართველოს მეღვინეობის ისტორიაში. მოდით ერთად შევისწავლოთ, როგორ აყენებდნენ სხვადასხვა ეპოქაში ქართველები ღვინოს და რა ტიპის ღვინოებს მოიხმარდნენ. მოვუსმინოთ მარიამ ხომასურიძე. ძალიან დიდი მადლობა მარიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ენოლოგი, იგივე ღვინის ტექნოლოგი მარიამ ხომასურიძე სტუმრობდა ობიექტივის გადაცემას პროფესიონალები და საზოგადოება. მართლა დიდი მადლობა მაგ პროფესიონალიზმისთვის და აი იმ სურვილისთვის, იმ ძლიერი სურვილისთვის, რომელიც შენ გაქვს, რომ მსოფლიოს ჯერ პირველ რიგში ქართველობამ და საქართველოს და მერე მსოფლიომ გაიგოს ღვინის ისტორია დეტალებში. ძალიან დიდი მადლობა და გისურვებ წარმატებებს, მარიამ. დიდი მადლობა თქვენ ყველას, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.